თავისუფლება, ტოლერანტობა, თანასწორობა, ფასეულობები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დასავლური ცივილიზაციის მიმზიდველობას განაპირობებდა, ერთგვარ იდეოლოგიურ ბირთვს. ცივი ომის დასასრულს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლური ლიბერალური დემოკრატია დარჩა ერთადერთ დომინანტ პოლიტიკურ მოდელად. ეს ალტერნატიულ ფორმაზე წერდა ჯერ კიდევ ფუკუიამაც ისტორიის დასასრულში და ყველას მიაჩნდა, რომ მორჩა სხვა იდეოლოგიები, უნდა იყოს ერთი იდეოლოგია, გამარჯვებული იდეოლოგია და ყველა უნდა ბაძავდეს განვითარებულ ლიბერალურ დემოკრატიულ სახელმწიფოებს. დროთა განმავლობაში უკონკურენტოდ, უალტერნატივოდ დარჩენილი ლიბერალიზმი იდეისგან დაიცალა და ერთ დროს თანასწორობაზე, სამართლიანობასა და ტოლერანტობაზე დაფუძნებული იდეოლოგია გავლენიანი ჯგუფების ხელში ტოტალური კონტროლის იარაღად იქცა. ჯერ ამერიკის, როგორც იმ დროს ჰეგემონის ინსტრუმენტალიზებისთვის, შემდეგ კი მისი მეშვეობით მთელ მსოფლიოში გავლენების მოსაპოვებლად. რასაც მოყვა შემდეგ უკვე მთელი ლიბერალური სტრატეგიების ცვლილება. თუ კი აქამდე ლიბერალები ცდილობდნენ, რომ სიტყვის თავისუფლებისთვის ებრძოლათ სხვა უფლებებისთვის, ნათელი გახდა, რომ ესეთი უფლებებს თუ მიცემ შენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს და იმათ, ვისაც უკვე აღარ ჯერა შენი სისტემის, შეიძლება ეს სისტემა ჩამოიშალოს. მართლაც, მე-20 საუკუნის დასაწყისში, რადგან ლიბერალიზმი მმართველობის უკონკურენტო ფორმა იყო, მის მიმდევრებს მორალური უპირატესობის შეგრძნება ჩამოუყალიბდათ. თითქოს მათ ჰქონდათ უფლება ეკარნახათ ყველასთვის, რა იყო სწორი და რა არა. ჰიტლერის მესამე რაიხის მსგავსად, მათაც საკუთარი თავი ახალ არიულ რასად წარმოიდგინეს. ვინც ქმნის დღის წესრიგს, ხოლო ამ წესრიგის მიღმა არსებულ ჯგუფებს მტრად განიხილავს. ლიბერალიზმმა სახე იცვალა და მიდრეკილი გახდა სახელმწიფო კონტროლის ზრდისკენ, იდეოლოგიური მონოლითურობისა და ზეწოლისკენ განსხვავებული აზრების მიმართ. ფაშიზმი და ლიბერალიზმი იზიარებენ რწმენას, რომ პოლიტიკა არის საშუალება ადამიანის ბუნების გარდასაქმნელად და საზოგადოების სრულყოფისთვის. ლიბერალური ფაშიზმი მე ასე მესმის, რომ გარკვეული კავშირშია ჭეშმარიტების კრიზისთან. ჭეშმარიტება თუ არ არსებობს, ადამიანის დანიშნულებაც არ არსებობს, ბუნებაც არ არსებობს. მე შემიძლია ამის სახელით, თავისუფლების სახელით დაუპირისპირდე რაღაცა მოცემულობებს საზოგადოებებში, რაც შეიძლება იმ საზოგადოებისთვის, იმ ხალხისთვის იყოს წმინდათა წმინდას რაც ეძახიან. გამოდის, რომ მე ამით აუცილებლად იქცევი მოძალადად იმათ წინააღმდეგ, ვინც დაუშვათ დარჩა პლატონურ ტრადიციაში, ქრისტიანულ ტრადიციაში, ვისაც მიაჩნია, რომ ჭეშმარიტება არ მრავლდება. სწორედ ეს იყო პირველი ნაბიჯი თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმისკენ და ასე იქცა ლიბერალიზმი ფსევდოლიბერალიზმად, თავისუფლების იდეისგან დაცლილ ერთი აზრის დიქტატად. კაცობრიობის განვითარების პრინციპი არის, როცა ყველა ხმა იქნება რაღაცნაირად წარმოდგენილი და შენ თუ მართალი ხარ, ზუსტად ამ კამათში დადგინდება, რამდენად უფრო მართალი ხარ. ფსევდოლიბერალიზმი არის ალბათ ის ლიბერალიზმი, რომელიც აი ამ უძემდებულ პრინციპებს უარყოფს და თავის თავს აცხადებს ერთადერთ ჭეშმარიტად საპირისპიროებას არიღებს, როგორც ლამის რელიგიურ პლანში აყავს საკუთარი ხედვა და საპირისპიროებას, რომელიც ამ რელიგიურ რაღაცას, ასე ვთქვათ, კვაზირელიგიურ იდეას უპირისპირდება, ის გამოცხადებული უკვე კამათის საგანიც არ არის, უნდა დაგამო. და სწორედ ამ სახეცვლილების გამო გავლენიანმა ჯგუფებმა ახალ ფსევდოლიბერალიზმში დაინახეს საკუთარი გავლენის გაზრდის შესაძლებლობა, რომლის საბოლოო მიზანიც სოფლიოზე ტოტალური კონტროლის მოპოვება იყო. შემოიტანეს მარქსისტული იდეა, ჩაგვრელისა და ჩაგვრლის იდეა, უბრალოდ შეცვალეს კონოტაცია. როდესაც მასები გაჩნდა, რომელიც ანტისისტემურ ლოზუნგებით გამოდიოდნენ, საჭირო გახდა ამ მასების დაშლა. და ამის საფუძველზე დაიწყო პოლიტიკური ოპონენტების მარგინალიზაცია. ეს იყო გარკვეულწილად რაღაცა პოლიტიკური იარაღი, რომელიც მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა. ელიტები მედიაში, აკადემიურ სივრცეებში და პოლიტიკაში ქმნიან ერთგვარ ნარატივს, რომელიც მათი აზრით ერთადერთი ჭეშმარიტებაა. ვოუქ კულტურაც სწორედ ფსევდოლიბერალიზმის ნათელი გამოვლინებაა. ამ დოქტრინის თანახმად, თუ ვინმე არათუ აკრიტიკებს, არამედ ეჭვს შეიტანს ფსევდოლიბერალური პოსტულატების მართებულობაში, ის მაშინვე რადიკალად, ფაშისტადან დაბლოკვის ღირსად ცხადდება. ფსევდოლიბერალიზმის სუსხი განსაკუთრებით იგრძნობა დასავლურ სამყაროში. ამ ახალი, ტოტალიტარული იდეოლოგიის მთავარი ღერძი კონკრეტული ჯგუფების მიერ ნაკარნახევი ერთი აზრის დიქტატია, რომელიც ყველამ ტოტალურად სრულად უნდა გაიზიაროს. მიიღოს აქსიომად ყოველგვარი ეჭვისა და კრიტიკის გარეშე. ეს ტოტალიტარული სისტემაა, რომელიც მორჩილებს ლიბერალის, ანუ პროგრესული სტატუსს ანიჭებს, ხოლო ის, ვინც კრიტიკულად ფიქრსა და სისტემიდან გასვლას გაბედავს, ავტომატურად კარგავს ლიბერალის და შესაბამისად ადამიანის სტატუსს.
მათ არ აქვთ პოტენციალი რომ მიცენ საკუთარ მომხრეებს სიტყვის თავისუფლება, იმიტომ რომ შიგნით ბაბში ახდენენ რეპრესიებს, მათ არ აქვთ უფლება რომ მიცენ გულახდილობის უფლება, იმიტომ რომ თუ კი შენ მათ დისკურსს არ მოერგები, შენ არ ახარ სრულფასოვანი საზოგადოების წევრი, მათი წევრი. ისინი ამბობენ თქვენ არ ახართ თავისუფლები, თქვენ უნდა გაიმეოროთ ის რაც ჩვენ თქვით და მაშინ გერქმევათ თავისუფლება. ტექნოლოგიურ ევოლუციასთან ერთად შეიქმნა ორველისეული ახალი დიდი ძმა, რომელიც თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობის თანმდევი გახდა. კონტროლირებადი სოციმედია, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, იდეოლოგიური ფილტრის როლს ასრულებს. მართვადი ალგორითმები განსაზღვრავს, რა ინფორმაციას უნდა ვხედავდეთ და რას არა. სოციალურ ქსელებში მასობრივად იბლოკება კონსერვატიული და ანტილიბერალური მოსაზრებები, ხოლო ფსევდოლიბერალური ნარატივები ერთადერთ ჭეშმარიტებად წარმოჩინდება. ეს კონტროლი ემსახურებოდა არსებული სისტემის რაღაცა იდეურ კონტროლს. უბრალოდ ეს კონტროლი იმდენად უხეშად ხდებოდა, რომ ყველა გრძნობდა მეტნაკლებად ამას, იმიტომ რომ იყო დაბლოკები, იყო ეგრეთ წოდებული ფაქტ-ჩეკერები, რომლებიც სინამდვილეში ინფორმაციას კი არ ამოწმებდნენ, არამედ განსხვავებულ პოზიციებზე მყოფ ადამიანებს ბლოკავდნენ, უბლოკავდნენ გვერდებს, ზოგადად მოსაზრებების წინააღმდეგ წავიდნენ, ხო? USAID-ის სკანდალმა დაადასტურა, რომ შეშლილი რადიკალები ფართო მასებზე ზემოქმედებას სრულად კონტროლირებადი სოცქსელებითა და მედიით ცდილობდნენ. მათი საშუალებით ჩაკეტილ და ყალბ-რეალობებს ქმნიდნენ, ხოლო ამ სისტემის მიღმა მყოფი ხელისუფლებების ძალადობრივად შეცვლას აფინანსებდნენ, რათა ეროვნული ძალები ფსევდოლიბერალური სისტემის ნაწილად მოაზრებული აგენტოკრატიით ჩაენაცვლებინათ. დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ყალბი რეალობის რღვევისა და ერთგვარი გამოღვიძების პროცესი დაიწყო, რაც პირველ რიგში გლობალური დიპ-სტეითის არსებობის აღიარებაში გამოვლინდა. მანამდე ხომ მას კონსპირაციის თეორიას უწოდებდნენ. გამოღვიძების ტალღა შესამჩნევია შტატებში, თუმცა საქართველომდე მას ჯერ არ მოუღწევია, რაც იმედია დროის საკითხია და გამოღვიძებაც რეალური. და არა გლობალური დიპ-სტეითის მორიგი თამაში. ამ გარკვეულ სკეპტიციზმს განაპირობებს საფრთხე, რომელიც წლების განმავლობაში ამ ძალის მხრიდან მომდინარეობდა. რაც უფრო იზრდებოდა ფსევდოლიბერალიზმის ტოტალიტარულობა, მით უფრო იზრდებოდა გლობალური დიპ-სტეითის გავლენაც. რადგან როგორც ვახსენეთ, ფსევდოლიბერალიზმი სწორედ მათ ხელში იქცა კონტროლის მთავარ ინსტრუმენტად, რომელმაც შეაღწია პოლიტიკაში, კულტურაში, აკადემიურ სივრცეში, მეცნიერებაში, მედიაში, სოციალურ ქსელებში, ადამიანის ყოველდღიურობაში, რამაც შექმნა ერთგვარი მატრიცა, მართვადი ყალბი რეალობა, რომელშიც არ არსებობს დისკუსიის სივრცე, კარგი და ცუდი, სწორი და არასწორი, თეთრი და შავი, არსებობს მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება, რომელსაც ფსევდოლიბერალური აზრის შემქმნელები კარნახობენ ფართო მასებს. ლიბერალურმა ფაშიზმმა, რასაც ახლა დღეს ჩვენ ლიბერალურ ფაშიზმს ვუწოდებთ, მოკლა ადამიანებს შორის დისკუსიის უნარი, საჯარო სივრცე. და ამ რეალობამ თავის დროზე საქართველომდეც მოაღწია. მე საქართველოს პრეზიდენტი. ღვთისა და ერის წინაშე ვაწყობ. საქართველოს უახლეს ისტორიაში მიხეილ სააკაშვილის ფენომენი ზედმიწევნით და სრულად ხსნის, როგორ ხდება ცრუ ნარატივებისა და ყალბი რეალობის ჭეშმარიტებად გასაღება. ზუსტად ხსნის, როგორ ხდებიან ამ ყალბი რეალობის გმირები დიპ-სტეითის მიერ მართული პერსონები. კონკრეტული ფაქტები ვნახოთ. ვირტუალური რეალობის გენერირება საქართველოში სააკაშვილის გაპრეზიდენტებისთანავე დაიწყო, რომელშიც მიშა დემოკრატიის შუქურა იყო. ამაყი ვარ ვიდგე იმ პრეზიდენტის გვერდით, რომელმაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში უდიდესი სულისკვეთება და გამბედაობა გამოიჩინა. 2003-2012 წლების საუკეთესოდ აღწერს, რას ნიშნავს ყალბი რეალობა, რომელსაც საზოგადოებას თავს ახვევენ და აიძულებენ ის უპირობო ჭეშმარიტებად მიიღოს, მიუხედავად სრულიად განსხვავებული მოცემულობისა. ნულოვანი ტოლერანტულობა წვიმანი დანაშაულის მიმართ. თლიანად უნდა გაუქმდეს პირობითი საჯელი, არანაირი პირობითი საჯელი, ყველა ციხეში. ჩვენ ამ ხალხისთვის ტყვიები არ გვენანება. ყველაზე ბედნიერი რომ ვიყავი, მაშინ მომკლეს მე, მაშინ. ხალხო. ეს ფაქტებია, თუმცა ამ ფაქტების ადგილი ფსევდოლიბერალურ, ერთი აზრის დიქტატთან თანხვედრაში ვერ მოდის. ხელოვნურად შექმნილ ყალბ-რეალობაში სააკაშვილი გმირია, დემოკრატიის შუქურა, რომელმაც საქართველოს კორუფციისა და უსამართლობის ჭაობიდან ამოათრია. You are known for cleaning out government corruption. How did you do it, sir? Well, certainly. გაანათა, გაათბო და მსოფლიო რუკაზე გააჩინა.
მას ხოტბას ასხამენ დასავლელი ლიდერები, რომლებიც თავის მხრივ ამ ალტერნატიული რეალობის ნაწილს შეადგენენ. ისინიც და სააკაშვილიც ხომ ერთი ხელით იმართებიან. დასავლური მედია, რომელიც ასევე Deep State-ის გავლენის ქვეშაა, აღბრთოვანებით იუწყება სააკაშვილის მიღწევებზე და მთელი ეს კამპანია სწორედ მოდელირებული რეალობის შექმნას ემსახურება, რისიც ყველას უპირობოდ უნდა შეეროდეს. მე ვარ აქ უპირველესად იმისთვის, რომ გითხრათ, თქვენი მისწრაფება დამოუკიდებლობისკენ არის წამახალისებელი ფაქტორი ჩვენთვის. ვარდების რევოლუციაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა განსაკუთრებული სიტყვა წარმოვთქვა იმის შესახებ, თუ რატომ არის 2012 წელს თქვენი ხელმძღვანელობით თქვენი მთავრობა ძალიან მნიშვნელოვანი. პრეზიდენტ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წყალობით საქართველო გახდა ჭეშმარიტი დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო. სწორედ ამ განცხადებების ერთობლიობას დავარქვით ერთი აზრის დიქტატი ყალბ-რეალობაში. სინამდვილეში კი სააკაშვილს ქვეყნის შიგნით ავტორიტარიზმი აქვს. თავისუფალი მედია არ არსებობს, ვინც კრიტიკას ბედავდა სპეცრაზმის ძალით დაარბიეს. ყველა ერთხმაში საუბრობს. მხოლოდ ორი ტელევიზია დატოვეს მოჩვენებითი დემოკრატიისთვის, მაესტრო და კავკასია. თუმცა მათი კრიტიკულობაც მოჩვენებითი იყო, რადგან როდესაც რეჟიმს ყველაზე მეტად უჭირდა, ფასადურად შენარჩუნებულ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ არხებს იყენებდა ოპონენტების გასაშავებლად. მაგალითისთვის 2010 წელს ნინო ბურჯანაძეს, რომელიც მაშინ ოპოზიციაში იყო და სააკაშვილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რეჟიმი მათ შორის მაესტროს მეშვეობითაც ებრძოდა. რაც შეეხება კავკასიას, რომლის დღევანდელი სარედაქციო პოლიტიკაც ნაცპროპაგანდის ნაწილია, ეჭვსაც არ ტოვებს წარსულში მის მოჩვენებით კრიტიკულობაზე. ასე რომ ეს არხებიც მკვეთრად გამოხატულ ნაცპროპაგანდისტულ მედიასთან ერთად ქმნიდნენ ყალბ-რეალობას, რაშიც ისინი ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლისთანავე 2011 წელსვე ამხილა. მე ვიცი დემოკრატიის ფასი. ჩვენ ყველა გამოჩნდას ვაბარებ რეალს. არ გაგივოთ ეს რევოლუცია. სულ სამურხდ. ორი კაცი. ორი გვამემჭირდა. მოგიტყვეთ ორი გვამი. ჩვენ ამ ხალხისთვის ტყუები არ გვენატრა. ჩვენ ყველა გამოჩნდას ვაბარებ რეალს. სააკაშვილის საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური აზრი ხელკეტებითა და მხუთავი აირით კვდება. და მაინც სააკაშვილს დასავლეთში ტაშს უკრავენ და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეც წარადგენენ. და ამის ფონზე ეს მოდელირებული რეალობა 2008 წელს კიდევ უფრო ყალბად გამოჩნდება. დავითის საფლავზე. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვთქვათ. საქართველო ქვეყნის შიგნით მიხეილ სააკაშვილს Deep State-ის მართული ყალბი რეალობა დავით აღმაშენებელს ადარებდა. მართული მედიები ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობის პროცესზე საუბრობდნენ. სხვადასხვა რაკურსით, სხვადასხვა დროს აჩვენებდნენ ერთსა და იმავე სამშენებლო ობიექტებს, რათა ქვეყნის შენების პროცესი ტოტალური და ყოვლისმომცველი წარმოეჩინათ. მერე რა რომ სააკაშვილის მშენებლობები ისეთივე ფასადური იყო, როგორც მისი დემოკრატია. მისი შუშის პოლიციის შენობები კი ისეთივე ყალბი, როგორც სააკაშვილის რეფორმები. შუშებს მიღმა ადამიანებს აწამებდნენ. რეფორმების სახელით ბიზნესს არეკეტებდნენ. მერე რა რომ მის აშენებულ აეროპორტში წყალი ჩამოვიდა და ახალ ხელისუფლებას მილიონობით ლარი დაუჯდა მისი გარემონტება. მერე რა რომ სააკაშვილის გახსნილ პარლამენტის შენობაში წვიმა ჩამოვიდა. მერე რა რომ სააკაშვილის მიერ გახსნილი თბილისის იუსტიციის სახლი ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული. მაინც ფუნქციონირებდა და 2013 წელს ძლიერი ქარის გამო სახურავის ნაწილი ჩამოენგრა. ახალ ხელისუფლებას კი მისი აღდგენისთვის დამატებითი გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება მოუწია. მერე რა რომ რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირი მხოლოდ ფასადურად გარემონტდა და ერთი სატელევიზიო კადრისთვის შეღებილი ფასადების უკან ავარიულ სახლებში მცხოვრები ადამიანების ძიმე რეალობა იმალებოდა. მაგრამ ალტერნატიულ რეალობაში სააკაშვილი გმირი იყო, თანამედროვე საქართველოს დავით აღმაშენებელი. ვირტუალური რეალობა ხომ ფაქტებს არ სცნობს. მისთვის მხოლოდ ის დღის წესრიგია მთავარი, რასაც მისი შემქმნელები მოინდომებენ. მათ კი სააკაშვილის რეფორმატორად და აღმშენებლად დაბრენდვა სურდათ, მორჩილების სანაცვლოდ. მისი უპირობო მორჩილების, რომელმაც ომის დაკვეთაც კი შეასრულებინა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს. დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ამ კადრების შემდეგ, როგორიც ხადია იმ რეალობის სიყალბე და აბსურდულობა, რომელშიც სააკაშვილი თანამედროვე დავით აღმაშენებლად შეირაცხა. აღმაშენებელის საქართველოს ისტორიაში დამკვიდრდა ქვეყნის გაძლიერების, გამთლიანებისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ. სააკაშვილის აღმაშენებელთან გაიგივება ალტერნატიულ რეალობასთან ერთად საქართველოს ისტორიის წაშლა და დამახინჯებაცაა. თუ ცრუ რეალობას არ ქმნი, როგორ შეიძლება აღმაშენებელს შეადარო მმართველი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიები დაკარგა? თავარსარდალი, რომელიც თვითმფრინავის ხმაზე მიწაზე ფორთხავდა.
პრეზიდენტი, რომელმაც წაგებული ომი იზეიმა. ეს ზეიმი ყალბი რეალობის კლასიკური გამოვლინებაა, რომელიც მთელი დიდებულებით აღწერს Deep State-ის მიერ მართული ფსევდოლიბერალური ქსელის მასშტაბს და უტიფრობის ხარისხს. როდესაც აშკარა მარცხი გამარჯვებად წარმოაჩინეს და საზოგადოების ცრო ნარატივებით გასაბრუებლად, პროცესში უცხო ქვეყნების ლიდერებიც ჩართეს, გაღიმებული და გამარჯვებული სახეებით. მთლიანობაში კი ეს იყო Deep State-ის ოპერაცია, ერთი მხრივ აგენტის გადასარჩენად და მეორე მხრივ ყალბი ალტერნატიული რეალობის შესანარჩუნებლად. რათა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კონტროლი არ დაეკარგათ, თუმცა 2012 წლიდან ყველაფერი იცვლება. მივიღე ძალიან მძიმე გადაწყვეტილება ჩემთვის და გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა. გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ მე ვხედავდი, რომ კარგავდი სამშობლოს. სამშობლოს სიყვარული იყო ბოლო, რამაც ეს მძიმე გადაწყვეტილება ჩემთვის მიმაღებინა და ჩემი ოჯახისთვის. მე დავინახე, რომ თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ყველანი სამშობლოს დავკარგავთ. ამიტომაც პოლიტიკაში ყოფნა, პოლიტიკური ბრძოლა მართველი რეჟიმის შესასვლელად ჩემი სურვილი კი არ არის, არამედ ჩემი მოვალეობაა. როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა და აგენტოკრატია როგორც Deep State-ის მიერ შექმნილი სისტემის პროდუქტი ოპოზიციაში გადაბარგდა, გარედან დაკვეთილი ალტერნატიული რეალობაც შეიცვალა. ზოგადად ვირტუალური რეალობა ადაპტირებადია მოცემულობების ცვლილებასთან და ვინაიდან ის ხელოვნურია და ფაქტების მიღმა არსებობს, საჭიროებიდან გამომდინარე თავადაც იცვლება. უფრო სწორად ცვლია. ასე რომ ფსევდორეალობისთვის ის, რაც დღეს თეთრია, ხვალ შეიძლება შავად იქცეს. ახლა უკვე ფსევდოლიბერალური დოქტრინა ჭეშმარიტების ახალ მოდელს თავაზობდა ქართულ საზოგადოებას, რომლის თანახმადაც სააკაშვილის ავტორიტარიზმი თუ დემოკრატია იყო, ქართული ოცნების მიერ მოპოვებული რეალური თავისუფლება დიქტატურად უნდა გამოცხადებულიყო. მოგესალმებით დიქტატურაში. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიქტატურა დამყარებულია. დიქტატურა მოდის. დიქტატურა უკვე დაიწყო. ან თავისუფლება, ან რუსული დიქტატურა. ავანახოთ ამ დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ საქართველოს არ შეეგუება რუსული დიქტატურის დამყარებას. არ შეეგუება დიქტატურის დამყარებას. არარუსულ დიქტატურას. ასე რომ არჩევანი არის რუსკი მირსა და ევროპულ ცხოვრებას შორის. არადა ქვეყანაში პოლიტიკური სივრცე გაიხსნა. 1992 წლის შემდეგ საქართველოს პარლამენტში პირველად შევიდა 9 პარტია. შეწყდა ციხეებში პატიმრების წამება. მოქალაქეებმა სასამართლო დავების სახელმწიფოს მოუგეს. ბიზნესი წნეხისგან გათავისუფლდა. რეალური რეფორმები დაიწყო. ხელშესახების შედეგებით, სოციალური პროგრამებითა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობით დაწყებული მეგა პროექტებით დასრულებული, რომელმაც საქართველოს ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყანად აქცია. სააკაშვილს სიტყვის თავისუფლებისა და მოჩვენებითი დემოკრატიის ხარისხის გამო აქებდნენ. მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებას, რომლის პირობებშიც უმარტივესად გაიხსნა და დაიწყეს ფუნქციონირებმა, მკვეთრად პროოპოზიციურმა მედია საშუალებებმა, მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. კრიტიკული მედიის წინააღმდეგ რეპრესიები გრძელდება. თუ არ შეწყდა მედიაზე დევნა და პოლიტიკური დევნა, 59 გვერდიან ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება, აღწერილია ბრძოლა თავისუფალი მედიის, ჟურნალისტების და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ. ფსევდოლიბერალური დღისწესრიგი სააკაშვილის ომსა და დაკარგულ ტერიტორიებს პატრიოტიზმად, ქართული ოცნების 12 წლიან უწყვეტ მშვიდობას კი სირცხვილად და რუსეთუმეობად წარმოაჩენს. დიახ, ომი მინდა. და რა, მე ომის პარტია დამიდახო, ჩემი ქვეყნისთვის ომის მოსულა, კი, მოსულა. შეიძლება რაღაც ბომბებისგან მიღებული რაღაცა ცეცხლი უფრო სჯობდეს იმ სირცხვილს და იმ თვალს. ეს ყველაფერი ხდებოდა იმისთვის, რომ ის დემოკრატიის ეგრეთ წოდებული შუქურა კვლავ დაებრუნებინათ, ან კვლავ წამოესვათ მართლა დემოკრატიის მოსურნე ხალხი ქართველი ერისთვის, რომელებიცაც თავისუფლება, რაღაც ბუნებრივი მდგომარეობა და არა ის ლიბერალური სიგიჟე და მისი გიჟი დიქტატორი სააკაშვილი ქართულმა ოცნებამ შეძლო იპოვა თავის თავში ძალები, რომ აი ამ მეტად მარწუხებიში მომქცევ, ამ ძალიან აწყობილ და იდეოლოგიურად გამართულ სისტემას შეწინააღმდეგებოდა. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქართულ ხალხს აღმოაჩნდა მედეგობა, რომ ეს გადაელახა ისტორიიდან გაკვეთილები გამოეტანა და დამდგარიყო ეროვნული განვითარების გზაზე. სააკაშვილის ფასადურ მშენებლობას ქვეყნის აღმშენებლობად ასაღებდნენ. რეალური აღმშენებლობა კი ბოროტებად წარმოჩინდა და მასზე პროპაგანდა უარყოფით კონტექსტში საუბრობდა. ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის ნამდვილი და არა ფასადური მშენებლობა ნგრევად გამოაცხადეს.
ივანიშვილმა თბილისის ისტორია მოკლა. ჩვენი გაერთიანება ყველა ხერხს ხმარობს, რომ ეს პროექტი იქნას გაჩერებული. ეს მშენებლობები თბილისს სამუდამოდ დაანგრევს. და ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი პროექტი თბილისში, რომელიც საზოგადოების უმწვავეს რეაქციას იწვევს. ფონდი ქართულ 265 სართულიან ცათამბჯენს ააშენებს. ესეც ყალბი რეალობის ნათელი გამოვლინებაა. თვალსაჩინოებისთვის სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს 2005 წელს დაწყებული აქსის ტაუერსის მშენებლობა თავის დროზე ქალაქის ახალ მოდერნისტულ ღირსშესანიშნაობად გამოცხადდა. მართალია მშენებლობის დასრულება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით გახდა შესაძლებელი, თუმცა დღეს იმავე სააკაშვილის მედია ცათამბჯენის მშენებლობას ქალაქის იერსახის დამახინჯებად ასაღებს. ქართულმა ოლიგარქმა ნაწილ-ნაწილ პრაქტიკულად მთელი დაბა აბასთუმის ცენტრალური ნაწილი შეიცვალა. პრემიერს ხები ამჯერად ჩვენი ფულით გადააქვს. დავაურეკში ბიძინა ივანიშვილის ხელოვნურად გაშენებულ ბაღში ნარგავები ხმება. აღმოჩნდა რომ ჩაქვის ტყეში ათობით ნარგავი ისე გაჩეხეს, რომ ნებართვა გაცემული არ იყო. ნებისმიერი ბოტანიკოსი და არბორისტი იტყვის, რომ ამ ხეების გახარების შანსი ახლა გადატანის მერე არის დაახლოებით 10-15%. ივანიშვილიც და ქართული ოცნებაც ამტკიცებდა, რომ ეს პარკი ქართველმა ოლიგარქმა ხალხისთვის ააშენა და ის ივანიშვილების პირადი ბაღი არ იყო. მაგალითისთვის, დენდროპარკს, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა მართული ფეიქ მედია, ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან. ბლექსი არენა, რომლის მშენებლობასაც რადიკალური ჯგუფები კრიტიკისა და სიცრუის ქარცეცხლში ატარებდნენ, საქართველოს მართლაც მსოფლიო რუკაზე აჩენს, რომელსაც მსოფლიო მუსიკის ვარსკვლავები სტუმრობენ. ბიძინა ივანიშვილის დახმარებით შექმნილმა თანამედროვე სპორტულმა კომპლექსებმა ქართულ სპორტს არნახული წარმატება მოუტანა. მის მიერ აღდგენილმა თუ აშენებულმა თეატრებმა კულტურული სივრცეები გახსნა და ქართულ თეატრს მრავალფეროვნება შესძინა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენით ბიძინა ივანიშვილმა მომავალ თაობას ისტორია შეუნარჩუნა. მის მიერ აღდგენილმა აკადემიურმა სივრცეებმა განათლების თანამედროვე პირობები შექმნა. აღდგენის გარდა ახალმა პროექტებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით საქართველოს განათლების მიმართულებით რეგიონის ლიდერი გახადა. თუმცა ალტერნატიული რეალობა ხომ ფაქტებს ებრძვის და დომინაციისთვის ჭეშმარიტების განადგურებას ცდილობს. ჩვენ კარგად ხედავთ, რომ აი მხოლოდ ჭაობები და ბაყაყები არიან. ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არის მითი, ვერ აშენდება. მთელი ამ შტორმის მიზეზი მარტივი და ცალსახაა. ფსევდორეალობა მაშინ იწყებს ნგრევას, როდესაც უჭირს ფაქტების მოდელირება. ბიძინა ივანიშვილის მასშტაბი და მისი ქართული საქმეები კი ამ სისტემისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ამებს ნგრევა და მინუსებად რო უთლიან ადამიანს, ხო ახლა ადამიანს უმრავლესობა არის, რომ დაინახავს, რომ ეს არის უბრალოდ უმადური და პოლიტიკური ნიშნით ცდილობს დააკნინოს, თქვათ, ის კარგი საქმე, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს გაკეთებული. შესაბამისად, ქართული საზოგადოება აიცრა, იმიტომ რომ არის დიქტატურაში ვიცხოვრე ჩვენ 9 წელი. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და საზოგადოების მცდელობა თავი დაეღწია ყალბი რეალობისგან, Deep State-ის გავლენებს და აგენტურას საფრთხეს უქმნიდა. შესაბამისად, დაიწყო ახალი მოდელირებული რეალობის შექმნა, სადაც მძიმე დანაშაულებებში ბრალდებული სააკაშვილი დაკავებისთანავე პოლიტპატიმრად გამოცხადდა, რათა დამნაშავე მსხვერპლად გაესაღებინათ, ხოლო სამართლიანობის აღდგენა უსამართლობად, რომელშიც Deep State-ისთვის მიუღებელი ხელისუფლება საქართველოს ვითომ და აღმშენებელ პრეზიდენტს კლავდა. მინდა პრესამ ნახოს რა ხდება უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. ეს ადამიანი კვდება ციხეში. ის კვდება ციხეში და ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე. ტრაგიკულია ნამდვილად, როდესაც ვხედავთ, როგორ მდგომარეობაში არის პრეზიდენტი. საათების ამბავი იყოს, ასე ვთქვათ, მისი ესეთი დრამატული შაქრის ვარდნის გამო კოლაფსი ნებისმიერ საათს, ნებისმიერ წუთს მისთვის შეიძლება ყველაფერი ფატალურად განვითარდეს. იმიტომ რომ მესამე პრეზიდენტი არის სიკვდილის პირას. სააკაშვილი განწერულია, სააკაშვილი მკვდარი. სააკაშვილის ირგვლივ შექმნილმა მოდელირებულმა რეალობამ საზოგადოებაზე სათანადო ეფექტი ვერ იქონია. შესაბამისად, ხელისუფლების ავტორიტარულ და არახუმანურ რეჟიმად გამოცხადების სპეცოპერაცია ჩავარდა. ამიტომაც საჭირო იყო ახალი ეგრეთ წოდებული მსხვერპლი,
რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება დიქტატორულ რეჟიმად უნდა წარმოეჩინა, სადაც არ არსებობს დემოკრატია, ახშობენ თავისუფალ ხმას, ძალადობენ განსხვავებულ აზრზე და დევნიან ჟურნალისტებს მათი საქმიანობის გამო. და მზია ამაღლობელის ისტორიაც სწორედ ამ მოდელირებული რეალობის პროდუქტია. თავარი პროპაგანდის ესეთი მომენტი არის ის, რომ წესდა განწყობებს ჯერ ქმნის შენ და შემდეგ შენ მერე უძებნი რაღაც კადრებს. ანუ პირიქით კი არ არის რომ რაღაც კადრებმა შენი განწყობების შექმნას. არა, მიდიხარ პროვოკაციებზე რომ მართლა დაგიჭირონ და ეს გაასაღო როგორც ესე იგი რეპრესიები და მერე როდესაც შენ გიჭერა ამას მტკიცებულებად იყენებ რომ თითქოს აი თავიდანვე განზრახული ქონდათ ესეთი პოლიტიკური რეპრესიები. მისი შემთხვევა სრულად აღწერს როგორ იქნება ყალბი რეალობა, როგორ რეაგირებს ფსევდოლიბერალური სისტემა განსხვავებულ აზრზე და ამუნათებს ყველას, ვინც სისტემის მიღმა გავა. ფაქტი ისაა, რომ მზია ამაღლობელი კანონს არღვევდა, პოლიციელებს დამამცირებელ სტიკერებს აკრობდა და დააკავეს. მისი დასჯა რომ ვინმეს თვითმიზანი ყოფილიყო, როგორც ამას კონკრეტული მართული ჯგუფები პროპაგანდირებდნენ, მზია ამაღლობელს ხომ დანაშაულის პირველი შემთხვევის შემდეგ ხელწერილის საფუძველზე არავინ გამოუშვებდა. თუმცა ის გაათავისუფლეს. მაგრამ რა იყო ამაღლობელის თვითმიზანი? რამ განაპირობა გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე წუთში მისი ესქმედება? ეს არაფერია თუ არა აბსოლუტურად შეგნებულად სახელმწიფოს გამოწვევა. მან კარგად იცის, რომ პოლიციელზე თავდასხმა სოფლიოს ყველა წერტილში სისხლის სამართლის დანაშაულია. მაშინ რაშია საქმე? რეალურად ის ფსევდოლიბერალურმა დოქტრინამ და ყალბმა რეალობამ ფსევდოიდეოლოგიის ერთგვარ შაჰიდად აქცია, რომელიც შეგნებულად იზიანებს თავს იმისთვის, რომ Deep State-ის გენერირებულმა ყალბმა რეალობამ იარსებოს და აი ასეთი ალტერნატიული სურათი დახატოს, რომელიც ამ სისტემის მიღმა მყოფი ჯგუფების დამუნათებას ისახავს მიზნად. Of course, Mzia is like a symbol now. მზია არის ევროპული დემოკრატიული საქართველოს სიმბოლო და ის ადამიანები, ვინც ის დააკავეს, არიან დიქტატურის სიმბოლოები. ეს რუსული, ბელორუსული, პუტინის და ლუკაშენკოს სტილია. იმედგამაცრუებელი სიტუაცია საქართველოში. მზია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს, ის არ უნდა იყოს ციხეში. მზია ამაღლობელი მაგალითია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის. ესეც ხომ ყალბი რეალობის ხელოვნური გენერირებაა, რადგან ყველასთვის ნათელია, რომ მზია ამაღლობელი არავის დაუკავებია როგორც ჟურნალისტი. ან არავის დაუკავებია მისი კრიტიკული სტატიების გამო. არამედ ის დააკავეს როგორც დამნაშავე, რომელმაც მიზანმიმართულად ჩაიდინა დანაშაული. მეორეს მხრივ კი, ამაღლობელის საქმე ლაკმუსის ქაღალდივითაა, რომელიც ამჟღავნებს გლობალური Deep State-ის ხელწერას, რომ ლიბერალური ფაშიზმით შეშინებულ ჯგუფებს სისტემა მის შიგნითვე უგრძალავს რეალობის აღქმას. უგრძალავს დაუჯეროს იმას, რაც თავისი თვალით ნახა და ორველისეული დილემის წინაშე აყენებს. როდესაც სისტემა ინდივიდს უგრძალავს სჯეროდეს იმის, რასაც ხედავს. სწორედ ეს სისტემა ცდილობს შექმნას ყალბი რეალობა, სადაც სააკაშვილის დიქტატურა დემოკრატიაა. ის კი დემოკრატიის შუქურა, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ხოლო ბიძინა ივანიშვილს, ვინც ავტორიტარიზმისგან გაათავისუფლა საქართველო და ჭეშმარიტი დემოკრატიული მმართველობა მოუტანა ქვეყანას, სანქციები დაუწესეს და დიქტატორი დაარქვეს. ასეთია Deep State-ის მიერ მართული ფსევდოლიბერალური სისტემის ხელწერა. ჩვენ ხედავთ აი ამ სიმულაციურ პროცესებს, სადაც პრობლემა არის რეალობის ჭეშმარიტების რაღაც თქმა. და ჩვენთვის ეს უფრო დიდი პრობლემაა, სადაც საზოგადოებაში პრობლემა ხდება იმის თქმა, რაც შენ დაინახე. რაც შენ იგრძენი, დაინახე და რასაც შენ ფიქრობ.